გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, დღეს სატელევიზიო სეზონის ჩემი ბოლო გადაცემაა და თქვენი ნებართვით ერთი თვით დაგემშვიდობებით, რათა სამშობლოზე ყოველდღიური ფიქრებით ცოტა შერყეული ჯანმრთელობა კარიბის ზღვის სანაპიროზე აღვიდგინო. ერთი თვის მერე კი იმედია კვლავ გიხილავთ, უბრალოდ კვლავ მიხილავთ ამ ყუდრო და ლამას სტუდიაში გარუჯულსა და დასვენებელს. და ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ჩვენი ცხოვრების პერიპეტიებზე ლაპარაკს და სულას ნათელი მომავლისკენ. რით დამამახსოვრდა ეს სეზონი? რაღაც განსაკუთრებული არაფერი მომხდარა ისეთი, რაც კვლავ ამოაყირავებდა ჩემს წარმოდგენას სიკეთესა და ბოროტებაზე. Ამ წლის თებერვალში ბრიტანეთის მიერ ჩვენი და იმედის დასანქცირება ჩემი მოგრძელებული აზრით ალბათ ყველაზე გასაკვირი ამბავი იყო, რაც მოხდა, მაგრამ ამაზე უკვე ვილაპარაკე და გამეორება აღარ ღირს. ერთს კი დავამატებდი. ესე იგი, როგორ არის ჩვენი კოხტა ტელევიზია ჩვენი ქვეყნის მტრების თვალში გაჩხერილი, რომ მოძებნეს დრო და დაგვასანქცირეს. ესე იგი, სწორი გზით მივდივართ დებო და ძმებო. კიდევ რა მოხდა? ჩვენს ოპოზიციაში არაფერი ახალი არ მომხდარა ისეთი, რომ შეგვეშინდეს. შეგვეშინდეს იმისა, რომ ოპოზიციას ძალა გამოუჩნდა, რათა დიდი გადატრიალება, დიდი რევოლუცია, დიდი დამხობა მოაწყოს და ჩვენ და ჩვენნაირები ფანრის ბოძებზე ჩამოგკიდოს. ხო, აი 4 ოქტომბრის საქმემ კი გარკვეული გაკვირვება გამოიწვია ჩემს გულში. როდესაც მსოფლიო ბანი და ძმანი მისნი გამოდიოდნენ და სრულიად მშვიდობიან დამხობაზე ლაპარაკობდნენ, მახსოვს მე მიამით ადამიანს, მაინც მეგონა რომ ხადაობდნენ. მაინც ფიქრობდი რომ შეუძლებელია მეტნაკლებად განათლებული ადამიანი და პაატა ბურჭულაძე ორი უმაღლესი სასწავლების დიპლომირებული სპეციალისტი მაინც გააკეთებდა იმას, რაც გააკეთა, მაგრამ თურმე არც ორი, არც გაცილებით მეტი დიპლომი არ იძლევა სიბრძნის გარანტიას. და კიდევ ერთი მომენტია, რომელიც ალბათ ჩვენი მენტალობიდან გამომდინარეობს. ჩვენ ყველას ჩვენს თავზე გადამეტებულად დიდი წარმოდგენა გვაქვს. განსაკუთრებით ალბათ იმ შემთხვევაში, როდესაც მანამდე ცხოვრებაში რაღაც წარმატებისთვის გვაქვს მიღწეული. ხო და ამიტომაც ასე მგონია, მსოფლიო ბანმა ალბათ იფიქრო, რომ ის მართლა მსოფლიო დონის ფიგურაა და როგორ განაქართველიერი არ დაუჯერებს ადამიანს, რომელსაც მოუწია უშუალო თანამშრომლობა პავაროტისთან, დომინგოსთან, კარერასთან, ფონ კარაიანთან, აბადოსთან, ზუბინ მეტასთან. თავის დროზე ლეგენდარულმა ჰერბერტ ფონ კარაიანმა მას მეორე შალიაპინი უწოდა. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა აღიარება. ალბათ გულის კუნჭულში ბურჭულაძემ მაშინ იფიქრა, რატომ მეორე, როდესაც პირველი, მაგრამ სიტყვა არ შეუბრუნა დიდ გერმანელ დირიჟორს, რომელიც სხვათა შორის ნაცისტური პარტიის წევრი იყო და ჰებელსი და გერინგი მისი თაყვანისმცემლები იყვნენ. თუმცა ახლა ძალიან გადაუხვია. მოკლედ, ასე მგონია მსოფლიო ბანმა იფიქრა ამდენი დამსახურების პატრონს, ქართველი ხალხი გამოყვება ყველგან, სადაც კი დაუძახებ. და დაუძახა კიდაც. დაუძახა ათონელის რეზიდენციის ღობესთან საჭიდავად, მაგრამ ღობემ იეშმაკა და გადაიხერხა თავი. მე რას მოხდა კი ვიცი და ამ შედეგად მსოფლიო ბანი მომდევნო 7 წელს 4 კედელში გაატარებს. არ გეგონოთ მეგობრებო, რომ დაუცინი, არა. მაინც მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი ვიღაცას ანკეს წამოეგო და იმ საქმის გასაკეთებლად წავიდა, რომლის გაგებაშიც არ იყო. ამიტომ მართლა მეცოდება და იმედია ხელისუფლება მას შეიწყალებს და გარეთ გამოუშვებს. ეს მოვლენა ამ სეზონში იყო ჩემთვის ნიშანდობლივი. კიდევ ამ სიტყვა საინტერესო არ თქვი. არა, ნიშანდობლივი და არა საინტერესო. კიდევ რა მოხდა? კიდევ ნანუკა ჟორჟოლიანის აქტივობამ ძალიან გამახალისა და მისმა ბრძნულმა აზრებმა, რომელთა გახმოვანებასაც ის უკვე დიდი ხანი არ ერიდება. გამაკვირა, რომ დემოკრატიის შუქურამ თავისი კერძო პარტიის თავმჯდომარედ დანიშნა გადაწყვეტა იმ საბრალო თინა ბოკუჩავას მაგერვათან. ხომ გადაწყვეტა ძალიანაც კარგი. ასეთი ტოპტვინები იმ პარტიას კარგს ვერაფერს შეჰმატებენ. საინტერესოა შემდეგი თავმჯდომარე ვინ იქნება.
ხო და რაც თავარია და რაც აუცილებლად უნდა აღნიშნო ამ სეზონის აღმოჩენო ჩემთვის არის მარიზი. ქალი, რომელიც მხოლოდ სახელით შეგვიძლია მოიხსენიო და ყველა მიხვდება ვის გულისხმობთ. ეს არ არის პატარა საქმე, მეგობრებო. ასეთი პერსონაჟის გამოჩენას გამოგიტყდებით და ნამდვილად არ ველოდი. არ ველოდი და ეს ჩემთვის ძალიან სახალისო სიურპრიზი აღმოჩნდა. და რაც ყველაზე გასაოცარი იყო ჩემთვის, იმ მარის თაყვანისცემლების კი ჰყოლია, დიახ მეგობრებო. მას სოციალურ ქსელში გვერდიც აქვს და უნდა ნახოთ რას უწერენ, რა აღრთოვანებით მოიხსენიებენ და მგონი ქვეყნის გადამჩენელიც გონიათ. ხომ წარმოგიდგენიათ რა მადლიერია მარიზი ბედის ირონიისა, რამაც მას საშუალება მისცა ნაცების პოდიუმზე გამოჩენილიყო. იმ ირონიის დაკონკრეტებას არ დავიწყებ, უბრალოდ მიგანიშნებთ, რომ სასჯელ ახსრულების სისტემასთან არის დაკავშირებული. კიდევ რა, მგონი მეტი არაფერი სახალისო. რამდენ საინტერესო იყო ეს მოვლენები, რაც ჩამოთვალე, ამის განსჯა თქვენთვის მომინდია, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად თავშესაქცევი კი იყო ეს ყველაფერი. ხო და ახლა ნება მიბოძეთ, დაგემშვიდობოთ, გთხოვთ თავს გაუფრთხილდით და სექტემბერში კვლავ ჩავეხუტებით ერთმანეთს. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.